მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ორი სხდომა ბაჩუახალაიას სისხლისამართლის საქმის, სადაც მოყვანილი იქნენ ბრალდების ეგრეთ წოდებული მოწმეები და დაზარალებულები, დაკითხული იქნენ ეს ადამიანები და პირველი, რაც ადამიანს აუცილებლად თვალში მოხვდებოდა, იყო ის ფაქტი, რომ არც ერთი ეს ადამიანი არ საუბრობს ბაჩუახალაიას მხრიდან რაიმე სახით დანაშაულის ჩადენაზე. საუბრობენ გარკვეულ ფაქტებზე და როდესაც დგება საკითხი და ისმება შეკითხვა, სად იყო ამ დროს ბაჩუახალაია, ან რაიმე სახის შეხება ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებთან, ან ბრძანება გაიგეთ თუ არა ამ ადამიანის მიერ გაცემული, ყველა ამ მოწმის და დაზარალებულის პასუხი არის ერთნაირი, რომ ბაჩუახალაია იქ არავის უნახავს და არც არანაირი შემხებლობა, თუნდაც ბრძანების სახით ბაჩუახალაიას ამ ფაქტებთან არ ქონია. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ზის ბრალდების სკამზე, სწორედ ამ მოწმეების და ამ დაზარალებულების ჩვენების საფუძველზე. მეორე რაც გამოიკვეთა და აშკარად კანონდარღვევაა, არის ის, რომ ყველა მოწმეს და ყველა დაზარალებულს წინა დღეს პროკურორი მიიყვანს პროკურატურაში, ასწავლის და ეუბნება თუ რა პასუხი უნდა გასცეს მოსამართლეს კონკრეტულ კითხვებზე და მხოლოდ ამის შემდგომ პოლიციის თანხლებით მოყავთ მოწმეები და დაზარალებულები სასამართლოში. რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც მათი განცხადებით იყო ძირითადი მოწმე, ბატონი ალანია დადასტურდა, რომ ბატონმა ალანიამ ხელი მოაწერა აბსოლუტურად სხვა ადამიანის ჩვენებას, ჩვენებაში არის სხვა სახელი და გვარი და როდესაც მას წააკითხეს სასამართლოზე დაცვის მხარემ მიუტანა და ანახა ეს ჩვენება, მან დაადასტურა, რომ ის არ არის კონკრეტულად ის ადამიანი, ვისი სახელი და გვარი წერია ჩვენებაში. ანუ მტკიცებულების გაყალბებას ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი. ეს არის ის სამი ძირითადი ფაქტორი, რაც ამ შემთხვევაში გამოიკვეთა და მარტივად ისეთივე შემხებლობა აქვს ბაჩუახალაიას ამ პროცესთან მიმართებაში ჯერჯერობით, რაც მიდის, როგორც ნებისმიერ სხვასთან. ანუ რა გამოიყვანო ნამოთახიდან და შეიყვანო ნებისმიერი სხვა ბრალდების საქმეზე, ზუსტად იგივე არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ამ ადამიანს არავინ, არც ერთი მოწმე და არც ერთი დაზარალებული არ ახსენებს დანაშაულის ჩადენის ეტაპზე. პირიქით, როდესაც ეკითხებიან, რომ თქვენ თვალწინ მოხდა თუ არა რაიმე სახის დანაშაული, ყველა მოწმის ჩვენება ერთი და იგივე სახის არის და გუშინ რუსთავიორზეც გაჟღერდა, მე როგორც ნახე. მოწმე აცხადებს, რომ ჩემს თვალწინ რომ მომხდარიყო დანაშაული, მე იქვე აკვეთავდი ამ დანაშაულს და შესაბამისად ვიმოქმედებდი კანონის ფარგლებში. და შესაბამისად ადასტურებს, რომ მის თვალწინ დანაშაული არ მომხდარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვები და დასტურდება დაცვის ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ არის ასობით მოწმე დაკითხული პროკურატურის მიერ, საუბრობენ გარკვეულ ფაქტებზე, მაგრამ ყველა ეს ფაქტი ერთის მხრივ საერთოდ კავშირში არ არის ბაჩუახალაიასთან და მეორეს მხრივ არ შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, არის ესეთი უფრო გასაგებ ენაზე 20 რიცხვში ბაჩუახალაიამ გარკვეული პირები აიყვანა მასთან ჯარისკაცები, ესაუბრა მათ, მისცა კონკრეტული დავალებები, გაკიცხა კონკრეტულ საკითხზე და ამის შემდგომ მეორე დღეს, როდესაც ბაჩუახალაია უკვე იქ არავის აღარ უნახავს, თურმე სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა ეს ადამიანები დიდი ხანი დააყენა ფეხზე და აყვირა გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას. ანუ აი ესეთი სახის კავშირს ხედავენ მხოლოდ ამ ბრალდებებში და ამ კონკრეტულ ფაქტებში. შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, მინდა გავიმეორო ამ საქმის პოლიტიკურ ხასიათს და უბრალოდ სურვილს, რომ ნებისმიერი თემა, რაც კი განხორციელებულა ამა თუ იმ სისტემაში ბაჩუახალაიას მუშაობის პერიოდში, როდესაც ამ სისტემაში მუშაობდნენ ათასობით ადამიანი, დაუკავშირონ პირდაპირ ამ ადამიანს. ბატონ გიორგი, კითხვა თუ შეიძლება. გუშინ სასამართლოს ხმის დასრულების შემდეგ პროკურორმა განგვიმარტა, რომ ბრალდების მხარეს თავისი მოწმის წინა დღეს თუნდაც რამდენიმე დღით ადრე დაბარების უფლება აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ დაარიგოს როგორ ილაპარაკოს, რომ მოწესრიგებული გამოცხადდეს სასამართლოს ხმაზე და ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არისო და ესო არის მიზანმიმართული დეზინფორმირება საზოგადოების და აქვე ჩაგეკითხებით თუ შეიძლება. მეორე კითხვას დავსვამ. რაც შეეხება გაყალბებას, მან განმარტა, ალბათ ნახეთ თქვენს, რომ ეს იყო უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, ელექტრონულ ვერსიაზე არის გადასული გამოძიება და უბრალოდ მოხდა შეცდომა, რომელიც მალე გამოსწორდება.
პირველ კითხვას რაც შეეხება, სხვა შემთხვევაში ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ, როდესაც გეტყვით პროკურორი, რომ თურმე მას აქვს უფლება დაარიგოს მოწმე რა უნდა ილაპარაკოს, გთხოვთ მას შეეკითხოთ, რომელი მუხლის, რომელი პუნქტის საფუძველზე აქვს ეს უფლება. ვინაიდან პროკურორის უფლება მოვალეობები გაწერილი არის პროცესში, შესაბამისად ის ამ უფლება მოვალეობებს ანხორციელებს და შიდა ბრძანებები, შიგნით თუ ვინ რას უბრძანებს, ეს საკანონმდებლო აქტი არ არის და ამით ვერ იხელმძღვანელებს პროკურორი. თუ პროკურორი მოიყვანს ნებისმიერ სამართლებრივ ან საკანონმდებლო აქტს, სადაც წერია, რომ პროკურორს ამის უფლება აქვს, დაცვის მხარე მოიხდის ბოდიშს. მაგრამ თავში მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ ვერ მოიყვანს ვერც ერთი პროკურორი, ვერც ერთ კანონის, ვერც ერთ მუხლს, სადაც ეწერება, რომ პროკურორს ამის უფლება აქვს. მეორე დეტალზე მინდა ვისაუბრო, ეს შემოვიდა მოდაში, როდესაც პროკურორები საუბრობენ ტექნიკურ შეცდომებზე, იქიდან გამომდინარე, რომ გუნავას შემთხვევაშიც ყველაფერი, თენგის გუნავას შემთხვევაშიც ყველაფერი რაც მოხდა დაბრალდა ტექნიკურ შეცდომას, თუმცა ტექნიკური შეცდომა იყო ის, რომ აღძრული არ იყო საქმე, ტექნიკური შეცდომა იყო ის, რომ დროები იყო შეცდომით, ტექნიკური შეცდომა იყო ის, რომ საბურთალოზე ეწერა ვითომ და ჩხრეკა იყო ჩატარებული და ამ დროს თურმე დადასტურდა, რომ საბურთალოზე ჩხრეკა არ ჩატარებულა. თუ ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად ეშლებათ, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს არაპროფესიონალიზმის ალბათ ბოლო დონეს შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ მე პირადად არ მჯერა, რომ ესეთი არაპროფესიონალები მუშაობენ, რომ ვერ ხვდებიან საბურთალოსადარი დროს ვერ ასხვავებენ და გოგრიჭიანის და თქვათ ლოთუაშვილის გვარი ეშლებათ ერთმანეთს და შემდეგ მოწმესაც ეშლება და გოგრიჭიანის მაგივრად დაწერს ხელს. ეს აბსურდია, მით უმეტეს ეს მოწმე არ იყო რიგითი მოქალაქე, ეს იყო სამხედრო პოლიციის გამომძიებელი, რომელსაც შეხება აქვს დოკუმენტებთან და კარგად იცის, რომ დოკუმენტი უნდა წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოვაწეროს ხელი. ჩვენი ერთადერთი კოზირი, რომელსაც ამ შემთხვევაში ღმერთის წყალობით, აქ ვერ გვისმენენ შიგნით თავში, ხო? და ჩვენ რა კითხვები გვექნება წინასწარ არიციან და სწორედ როდესაც გადავდივართ, ისინი ყვებიან დაზეპირებულ ტექსტს, მაგრამ როდესაც წყდება უკვე ეს ტექსტი და გადავდივართ კითხვა-პასუხის რეჟიმში და მათ არიციან რა შეკითხვას დაусმევს დაცვა და როდესაც ვეკითხებთ, რომ ბრძანდები თქვენ სამხედრო პოლიციის დამშრომლები, ბრძანდები, შედის თქვენს უფლება მოვალეობაში, რომ დანაშაულს როდესაც დაინახავთ, აკვეთოთ, შედის იყო დანაშაული იმ შემთხვევაში, რასაც ეხა თქვენ ყვებით, ქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ადგილი. არა ბატონო არ ქონია. აი ეხა ამას წინასწარ ეხლა შეიძლება გამწვიტონ და სხვა შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი, რომელსაც წინასწარ ვერ გაწვიტავენ და სწორედ ამიტომ არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ეს კონკრეტული მომენტი, თორემ მანამდე რა უნდა ილაპარაკონ, როგორ უნდა დაიწყონ, ამას ნამდვილად ესაუბრებიან და თვითონაც აღიარებენ ამას და უბრალოდ დავამიდის იმაზე, რომ ჩვენ ვიძახით, რომ არანაირი საკანონმდებლო აქტით არ რეგულირდება და ანუ ესეთი უფლება არ არსებობს, კანონით არ აქვს მათ ეს უფლება მინიჭებული და ეს ადამიანები საუბრობენ, რომ აქვთ გვანახონ კანონი, შეიძლება ჩვენ არ ვიცნობთ ესეთ კანონს და ჩვენ ბოდიშსაც კი მოვიხდით მათ წინაშე. ჩვენობა ურთიერთ გამომრიცხავია. მაშინ რის საფუძველზე აჩერებენ პროკურორის განმარტება არის? ანუ საქართველოს კანონმდებლობა არის ესეთი, რომ ადამიანს პროკურატურა უყენებს ბრალს, შემდეგ ამ ბრალის საფუძველზე მას შეეფარდება აკვეთი ღონისძიება, სწორედ ამ აკვეთი ღონისძიების ქვეშ არის დღეს ბაჩუახალაია, ანუ შეფარდებული აქვს პატიმრობა, აქ ბრალეულობა არ განიხილება სამწუხაროდ, ბრალეულობა სწორედ ამ ეტაპზე განიხილება, რა ეტაპზეც ახლა ჩვენ ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, სწორედ ბაჩუახალაია თვლის ესე, რომ არის ის, რომ თქვენ გაქვთ საშუალება და საზოგადოებასაც აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს იმ პროცესს, რა პროცესიც მიმდინარეობს. ეს იყო ჩვენი უპირველესი მოთხოვნა და თითოეულ სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორია გამართული, თითოეულ სხდომაზე თქვენ დაინახავთ და საზოგადოება დაინახავს, რომ არც აი როგორც დღემდე ორი სხდომა ჩატარდა, მოიყვანეს ძირითადი მოწმეები და დაზარალებულები და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე ბაჩუახალაიას მხრიდან არც ერთ დაზარალებულს და არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია. მე შემიძლია გადმოგცეთ მთლიანი ფირები, თუ არა და პირველად შეგიძლიათ გამოვართვათ, განიხილოთ, გადახედოთ იურისტებთან ერთად და ნახავთ, რომ რასაც ახლა მე ვსაუბრობ, ეს არის აბსოლუტური სიმართლე.
ხეა. პირველ რიგში მე ჩემი პოზიცია ამას დაფიქსირებული მაქვს და ეხლა დავაფიქსირებ, არ შეიძლება რემონტის გაკეთება უფრო წინ დააყენო და უფრო პრიორიტეტული იყოს შენთვის, ვიდრე ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა და ორი აბსოლუტურად განსხვავებული კატეგორიის პატიმრების ერთ დაწესებულებაში მოქცევა. მაგრამ ვინაიდან ეს ინციდენტი ამოწურულია, მე ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში ესეთი უბრალო და ტექნიკური მიზეზებით არ მოხდება კანონის უხეში დარღვევა. პირველ საკითხს შეეხება, სწორედ ამაზე არის საუბარი, ანუ აქ არ უნდა მოხდეს აღრევა. ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება მოწმემ დაადასტურა, ანუ დიახაც ისაუბრა იმაზე, რომ წინა დღეს ბაჩო ახალაიას ყავდა ეს ადამიანები აყვანილი მასთან კაბინეტში. ისაუბროს კონკრეტულ ჯართან დაკავშირებულ თემებზე. კონკრეტულ საკითხებზე გაიკითხნენ, კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტული დავალებები გაეცათ. ამის შემდეგ, ანუ აქ უკვე ბაჩო ახალაია წდება ამ სიტუაციას, ანუ არავინ ამის შემდეგ არც ერთ ეპიზოდში აღარ ახსენებს, მაგრამ თუნდაც მეორე დღეს დაიბარა ვიღაცამ სამხედრო პოლიციიდან და სამხედრო პოლიციაში აყვირა ეს ადამიანი, გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას. ეს არის ფაქტობრივი გარემოება, რადგან საუბრობენ მოწმეები. შეფასება ამ ფაქტობრივი გარემოებების, ანუ სად არის დანაშაული და რამდენად აქვს შემხებლობა წინა დღეს ბაჩო ახალაიას კაბინეტში ამ ადამიანების ყოფნას, ეს უკვე საზოგადოებისთვის მომიდია და იმ იურისტებისთვის, ვინც გაეცნობა ამ საქმეს თავიდან მოუწევს. დიახ, ხვალ არის კიდევ ერთი სასამართლო ბაჩო ახალაიასი 12 საათზე, სადაც პირდაპირ მინდა გითხრათ ამ შემთხვევაშიც, რომ პროკურორი რამდენი კითხვაც არ უნდა დაუსვათ, ვერ დაგისახელებთ ვერც ერთ პირდაპირ მოწმეს. ანუ ისაუბრეს ფაქტობრივ გარემოებებზე, შემიძლია ხვალინდელ იმას გავაკეთო. არის ესეთი ეპიზოდი, როდესაც აიყვანეს 37 კაცი თუ არ ვწდები სავარჯიშოდ, ეს განხორციელდა ბაჩო ახალაიას ბრძანებით, ოფიციალურად, არა სიტყვიერი ბრძანებით, ოფიციალური ბრძანება დაიწერა, რომ ეს ადამიანები უნდა წასულიყვნენ სავარჯიშოდ. იქ მოხდა ინციდენტი, ანუ იქ ბაჩო ახალაია საერთოდ არ ასულა, აი 10 თუ 12 თუ რამდენი დღეც იყო, იქ ნამყოფი არ არის. იქ მოხდა კონკრეტული ინციდენტი, ჯარისკაცებმა ცემეს სხვა ჯარისკაცები, კონკრეტული მეთაური, კონკრეტული ჯარისკაცის ხარეს იყო თუ გააშველა თუ ეს უკვე აბსოლუტურად არ ეხება იმას, რომ ბაჩო ახალაიამ გამოსცა ბრძანება, რომ ამ ადამიანებს უნდა ევარჯიშათ. აქაც წავა საუბარი ამაზე, რომ მოწმეები ადასტურებენ ფაქტობრივ გარემოებებს. კი ბატონო, შეიძლება ეს ადამიანი მართლაც ემა ვიღაცა მიალღუჯას პოლიგონზე, მაგრამ როდესაც დაусმევთ შეკითხვას, რომ თუ გინახავთ მინისტრი ამოსული იალღუჯას პოლიგონზე, ეს ადამიანები განაცხადებენ, რომ მინისტრი მათ პოლიგონზე არ უნახავთ. აი აქ არის განსხვავება დანაშაულსა და ფაქტობრივ გარემოებებს შორის. რომელ საქმეზე? დაახლოებით 7. მე ვერ გეტყვით მოსამართლის მაგივრად ვერ გიპასუხებ და მოსამართლეს რა უდევს თავში, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ხვალინდელი ბრალი ბაჩო ახალაიას უნდა მოეხსნას. ხვალ არის წინა სასამართლოს ხდომა და ხვალ მოსამართლე იხილავს, საერთოდ ეს ბრალი შეიძლება თუ არა ამ ბრალზე მსჯელობა, ანუ მომავალში მოწმეების დაკითხვა ეხება თუ არა ბაჩო ახალაიას რაიმე სახით. სამართლიანი სასამართლოს პირობებში იქ კიდევ ბევრ დეტალს გაიგებთ, რაც წინასწარ საუბარი არ მინდა, ხვალ გახდება ცნობილი, ეს ბრალი ბაჩო ახალაიას უნდა მოიხსნას. ერთ იმიტომ, რომ საპროცესო ნორმების დარღვევით არის წაყენებული და მეორეც იმიტომ, რომ ფაქტობრივი გარემოებები ბაჩო ახალაიასთან კავშირში აბსოლუტურად არ არის. კარგი, მე შეგიძლია.